მის სიყვარულის შესახებ უნდა ვუამბოთ ახლა ჩვენს მაყურებელს. ლეჩხუმის სოფელ სურმუშის სკოლას მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს 6 წლის თვარო. 29 წლის ქრისტინე გაბრიჭიძე კი ყოველდღე რთული გზისა და უამინდობის მიუხედავად დადის სკოლაში, რომ პატარა გოგონას ცოდნა გაუზიაროს. სკოლის გზაზე კვადროციკლით მიმავალი მასწავლებლის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ბუნებრივია დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა მათიაშვილმა და ზაზა ძიგოშვილმა გადაწყვიტეს ჩასულიყვნენ ლეჩხუმში ქრისტინესთან და მის მოსწავლესთან და გაეცნოთ ჩვენთვის ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, ასე რომ ვნახოთ სიუჟეტი. ხალხისგან გაკვირვებებიც იყო, რომ აი კვადროციკლზე მასწავლებელი როგორ ამ ყველაფერს, რასაც უმკრავდები და მაინც მოვდივარ სკოლაში, არის ჩემი პროფესიისადმი სიყვარული. მაგრამ ახლა ჩვეულებრივად მართავ ვისწავლე ჩემი ტრანსპორტითაც, თაურშიც და ტალახშიც და ძალიან მიჭერს სიარული. ასევე ტყით გამოვლა მიწევს. თავიდან დასაწყისში ძალიან მეშინოდა. გარეული ცხოველი არ შემხედროდა მგელი, დათვი და ესე შემდეგ და სულ შიშით ვიყავი. შემდეგ თითქოს მივეჩვიე ამ გარემო პირობებს და ვებრძოლები, ესე რომ ვთქვა. მე ვარ დაწყებითების მასწავლებელი, ცაგერეს რაიონ, სოფელ სურმუშის სკოლაში ვასწავლი. გამარჯობათ. როგორ ახართ? გამარჯობა ბავშვებო. როგორ ახართ? ჩემთვის მასწავლებლობა არის ძალიან საყვარელი პროფესია. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, მათთან საუბარი. თავიდან 2 წელი დავდიოდი ფეხით და შემდეგ უკვე გაუსაძლისი იყო ჩემთვის ფეხის სიარული, იმიტომ რომ ძალიან შორი გზა არის და გადავწყვიტე რაღაც ტრანსპორტი შემეძინა და მანქანა ფიზიკურად ვერ გაუძლებდა ამ გზაზე სიარულს. ამიტომ კვადროციკლი მოვიფიქრეთ, იმიტომ რომ კვადროციკლი ნამდვილად შეესაბამება სოფელს. სხვა სკოლებისგან განსხვავებით, არა მარტო კლასში, არამედ მთელ სკოლაში არის ერთი ბავშვი. მოდის ფიფქი ფარფატელა ნაძვის ხესთან მღერი ტყველა თოვლის პაპამ კარგმა პაპამ ესრადილა გაგვითენა მოგვიწვია ნაძვის ხესთან გოგო ბიჭი კოკროჭინა საჩუქრებით დაგვირი გაყალიჩო კოკროჭი. ხოჩა. მაგრამ მომავალ წლიდან შემოდის ჩემი შვილი, იქნება 2 კლასი. ბიჭას რა თოვლი მოვიდა, ნეტა საიდან მოვიდა, ინდახას დააგვიანა, ალბათ ძალიან შორდან. აუ, რამდენი ფიფქია, ფიფქები ქარში მიფქიან, ასე ლამაზი თუ იყო ზამთარი, არც მიფიქრია. ეი, ბებურა, მავთუზე რომ მოგუზული სიხარო, ჩემა ივანზე მოფრინდი, სანტეკი განმოგიყარო, ცოტათი ღათვი დანახვი და მე ერთად ვიხაროთ. ერთი მოსწავლე მყავდეს ძალიან რთულია, ძალიან ბევრი რამ აკლდება იმ მხრივ ამბობ, რომ გუნდურობა, ჯგუფური მუშაობა, ისეთი რაღაცეები. კარგია ის, რომ იმაზე მეტს სწავლობს ერთი ბავშვი, ვიდრე ჯგუფში არის 30-35 ბავშვი. ჩვენი მასწავლებლების უმთავრესი პირობა არის, რომ ბავშვებს ზუსტად ჩვენი ქცევებიდან გამომდინარე მივცეთ ის უდიდესი მაგალითი, მეტად მონდომებულები იყვნენ და მეტად დაგვიფასონ ჩვენი შრომა. მათი წარმატება ხომ ჩვენი წარმატება უდიდესი და ჩვენ ასმაგად მეტად ბედნიერები ვიქნებით, რომ ყველა იმედებს გაამართლებენ ჩვენსაც. ბავშვებს ვეთყოდი იმას, რომ აი ამ რთულ პირობებში როგორც ცხოვრობენ და აი წვალობენ იმისთვის, რომ ისწავლონ, ხომ? მიიღონ ძალიან კარგი განათლება, ისწავლონ ძალიან კარგად, იმიტომ რომ განათლება არის დასაფასებელი, ცოდნა ყველამ უნდა მიიღოს და ცოდნის გარეშე არაფერი არ არის. დააფასონ ის დრო, რაც აქვთ, იმიტომ რომ ეს დრო უკან აღარ დაბრუნდება. გარდა პედაგოგობისა, დაკავებული ვარ სხვადასხვა ხელსაქმით. აი ხელნაკეთი ნივთები, რომლის გაკეთებაც მე მსიამოვნებს, დავდივართ გამოფენებზე და ხანდახან დამაქვს ხოლმე ჩემი ხელნაკეთი ნივთები.
კიდევ ბევრი შრომა და სწავლა მჭირდება, რომ მე უფრო გავალამაზო, გავამრავალფეროვნო და უფრო დიდი მასშტაბური რაღაცები უფრო ლამაზი და უფრო კარგი შევქნა.